დავიწყოთ. კაი. წინა გაკვეთილზე დავამთავრეთ ამ თავის შესავლით, ხო? და დავბრუნდები კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ხო? ანა ჰუსავლან, რომ ის ვინც არის თავდაბალი, ხო, შევახსენებთ ყველას, რომ ვსწავლოთ რას თავდაბლობის წესებს, ხო? რადგან ჩვენ პირველი რაც ვისწავლეთ ეს ხო, გაბრაზება და ვნახეთ თუ რამდენი ცუდი რამ მოყვება გაბრაზებას, then გამომდინარე უნდა ვიპოვოთ გზა, რითი გამოვასწოროთ გაბრაზება, რითი შეიძლება ვებრძოლოთ. ხო, და ვნახეთ რომ გაბრაზების გამოწვევის მიზეზი და ბრაზის და სიცხარის მიზეზი იყო კედმაღლობა და სიამაყე, ასე გამომდინარე აქედან ამის წამალი უნდა იყოს თავდაბლობა, ხო? ვაგრძელებ ჩვენ გაკვეთილს თავდაბლობის თემაზე და ეძახმძანებს ბრძენი წიგნში ორხოთ ცადიკი, რომ თავდაბალი არის მომთმენი, სავლანი. ანა უსავლან მიასავლანოთ იავაშალომ და მოთმენის უნარისგან გამომდინარე, მასზე იქნება შალომი. უბიანავა იაშკი კაას შელადა, აქო ეს ალა და ადამიანი თავის თავდაბლობით, ასე ვთქვათ, მოარჯულებს, ხო, დააწყნარებს ადამიანს, რომელიც არის მასზე გაბრაზებული. მოსულია რომ გაუბრაზდეს მას. ან დავუშვათ რბილად მიმართავს, ან გაუღიმებს, ხო? ანუ არ დაძაბავს სიტუაციას. პირიქით წავა, თავს ჩახრის, ბოლო-ბოლო მიაღწევს იმას, რომ იქნება შალომი. ვიაშალომჰუ მიდა ტობა მეო და შალომი ძალიან კაი თვისებაა, ხო? წინაზე ვთქვით ბოლოში, ვარ თუ მარტო კაი თვისებაა, არამედ ერთადერთი თვისებაა, მიდა, ერთადერთი, ასე რომ ვთქვათ, ერთადერთი რამ არის, რასაც შეუძლია რომ ადამიანზე ასე რომ ვთქვათ, ბრახა შეინარჩუნოს, რომ ადამიანს კონდეს წარმატება, ხო? ბრახა, სიკეთე, შეფა, რაც არის, რომ ყველაფერი კონდეს, ეს არის შალომი. შალომის გარეშე არაფერი არ არის. ანა ვიშლოხენ, ხო? ანუ თავდაბალს აქ შვენება, ხენ ასე მოწონება გამჩენის თვალში, ხო? ხენ უფრო ასეთი რაღაც იზიდავს თავისკენ ხალას, ხო? შენემა როგორც ნათქვამია, ველა ანავი მითან ხენ, ხო? როგორც ნათქვამია, შლომო ამელეხი ბრძანებს, რომ თავდაბლებს გამჩენი აძლევს მოწონებას, ანუ ხალხის თვალში იქნება მოწონება, ხო? ლოცვის ბოლოში თუ დააკვირდებით, სიმშალომს მოვიძახით, ხო? მაგ გამჩენს თხოვთ, რომ მოგცეს მოწონება მის თვალებში, ხო? რა არის მოწონება მის თვალებში? და ადამიანს აქვს მოწონება მის თვალებში, შესაბამისად აქვს მოწონება ყოველას თვალში. თუ ადამიანს არ აქვს მოწონება გამჩენის თვალებში, ხალხის თვალში მოწონება მისთვის ეს შეიძლება როგორც ნახეთ, იყოს სასჯელი, ხო? რომ ადამიანი რო იღებს სიმპათიას, რომელიც მას არ ეკუთვნის, ანუ გამჩენს არ უნდა რომ ამ ადამიანს გქონდეს პატივი, უბრალოდ თითქოს და მიშვებული ყავს იმ პატივით, რომელსაც მიიღებს, დაკარგავს ბევრ სხვა რამე კარგს, ხო? ანავ თვილატო მეკუბელეთ ლიფნე აკდოშ ბარუხუ და თავდაბალის ლოცვა მიღებულია მეკუბელეთ, ხო? მიტკაბელ, ანუ მიიღება გამჩენის წინაშე, კი ჰუ ავირალ მიდოთა და რა არის მიზეზი ამის? მიზეზი ამის არის, რომ თვითონ თავდაბალს არ თვისება, რომ თავის ეხა ინტერესი რომელიც ეხლა, ხო? ხდება რაღაცა, თავის პრიორიტეტებს და თავის ასე ვთქვათ, მიდა, ხო, ხა რომ უნდა რომ რაღაც თვისებით მოიქცეს თავის ამ კონკრეტულ სიტუაციაში. მაგალითად, გააბრაზეს. ეხა უნდა რომ გასცეს საკადრისი პასუხი, თუ თავის თავზე გადავაზევიდან, ხო, ანუ შეძლებს რომ გადაიაროს ამ თვისებას და გაჩუნდეს, ხო? გამჩენი ასეთი ადამიანის ლოცვას იღებს, რატომ? რადგან გადადის ამ თვისებებს და გამჩენის იმას, რა ქვია, გამჩენის თვისებას და გამჩენის ნებას აყენებს თავის ნებაზე უფრო მაღლა. მაგალითად, ჩვენ ფარშაჩაუაში ხარაც გამოვიართ ერთ დროში, ძალიან სასწაული რამ არის, ხო? სიმართლეს გითხრათ, მაქედან დამეწყოთ, უბრალოდ დავიწყეთ თვითონ წიგნიდან, რომ კავშირიც იყოს ცოტა ფარშაჩაუასთან. ვინ მოვიდა მოშესთან? მოვიდა იტრო, ხო? დავშლეთ თვალით რო შეხედოს ადამიანმა, იტრო იყო დიდი კერპთაყვანისმცემელი. ანუ ყველა კერპი რაც იყო სოფლიოში ყველას იცნობდა. ცოტა ყველაფერს ეთაყვანებოდა, ხო? რატო ეძებდა ჭეშმარიტებას? ანუ არა თუ დავშოთ უნდა რომ გამჩენი გაებრაზებინა, არამედ ეძებდა ჭეშმარიტებას და ბოლო-ბოლო მივიდა იქამდე, რომ მოვიდა ებრაელთან და უთხრა, რომ ხო, როგორც იციან ფარშაჩაო, რომ გაიგო იტრო, რაც გაუკეთა გამჩენმა მიცრაებს, ხო?
მოვიდა ეს პირველი თავდადლობის ნიშანია, ხო, რომ თავი ჩახარა, შეიძლება ეთქვა, რომ მე გავაგზავნებ ჩემი კერპების მსახურს, მაგრამ არა, თავი ჩახარა, მოვიდა იმასთან, აქვია. მოვიდა მოშესთან, მოშე შენი სიმამრი ვარ ითრო, ხო? და უფრო დიდი რაც არის, რომ დავაკვირდეთ, მოშემ როდესაც დაიწყო ხალხის განსჯა, ხო? განსჯა როდესაც იყო ორ ებრაელს შორის, იყო რაღაც, ასე რომ ვთქვათ, კამათი, ხო, რაღაც თემას დავუშვათ მიწის თემაზე. მოდიოდნენ მოშესთან და მოშე აკეთებდა იმას, ბეიდინს, ხო? ანუ სასამართლოს. სასამართლოზე რომ დაინახა ის რომ რაც ხდებოდა, რომ ხალხი დილიდან ღამემდე იდგნენ და ელოდებოდნენ მოშეს, ხო? სანამ გაირჩეოდა ვიღაცის საკითხი და შემდეგ ის რიგი დადგებოდა, შეიძლება საათები გასულიყო, ხო? რა უთხრა იტრომ მოშე არასწორად იქცევ, ეს არასწორი მიდგომა გაქვს, უნდა გააბათილო ეს და დაადგინო, ასე რომ ვთქვათ, ეტაპობრივი სასამართლო, რაც პატარა საკითხებია, დაბალი დონის ხალხები განიხილავენ, რაც უფრო შესაბამისად, რაც რთული კითხვები იქნება და არავის არ ექნება საშუალება, რომ გაცეს პასუხი შენს გარდა, ბოლო მოვლენ შენთან, შენ არ უნდა განსაჯო მთელი ერი, არ უნდა გადაწყვეტო მთელი ერი საკითხი, შეუძლებელია, რა ქნა მოშე. რას ეთქოდა ადამიანი ახლა? ვინც წარმოვიდგინოთ, რა ჩვენ ველაპარაკებით გამჩეთ, ხო? რთული წარმოსადგენია, ხო? კი ველაპარაკებთ, მაგრამ იქიდან არავინ არ გველაპარაკება ნათლად. რა თქმა უნდა გველაპარაკებენ, მაგრამ ასე როგორც მოშეს ველაპარაკებდა, ჩვენ არ გველაპარაკებთ. რას ეთქოდა ადამიანი? ეთქოდა, ჩემო ძმაო, არასწორი რო იყოს. მე გამჩენი მეტყოდა და გავაკეთებდი. შენ ახლა მუში დაძდევდი ჯოხებს და ქვებს და ეთაყვანებოდი მათ, რატომ უნდა მოგისმინო, ხო? არა. მოშე მოისმინა და ნახა რომ გამჩენისგან მიიღო თანხმობა, ხო? გააკეთა როგორც გასაკეთებელი, ანუ ორივე რადგანაც ით რომ, ხო, გამოავლინა თავის თავდაბლობა, რომ დაანება ყველაფერს თავი, რომ წლებით, ხო, ათეულობით წლებით, ხო, ემსახურებოდა კერპებს და დააგდო ყველაფერი და მოვიდა და დაიწყო ჭეშმარიტი მსახური, მასეთი ადამიანის ნათქვამი გამჩენმა გააკეთა ისე, რომ თვითონ მოშე რაბეინო ყველაზე თავდაბალმა ადამიანმა გაიგო. ანუ ორივეში გამოვლინდა თავდაბლობის, ასე ვთქვათ, თვისება. ხო, ამიტომ იყო რომ მოშე რაბეინოს ლოცვა და საუბარი გამჩენთან თითქოს პირისპირ საუბრებოდა გამჩენს, ხო? კარგი, გავაგზავნებ უბიგლალზე ნიტკაბლა თვილათო რაბი აკივა და ამიტომ შეისმინა გამჩენმა რაბი აკივას ლოცვა. ქეშიამარ, როგორც თქვა, აბინუ მალქენო. წიგში წავიკითხო ცოტა რა ხდებოდა, რომ მარტო ისე არ გადავიაროთ, ხო? ზედაპირულად რომ ვნახოთ რა ხდებოდა ჭეშმარიტად რაბი აკივას ისტორიაში. ანუ იყო ესეთი პერიოდი, როდესაც რაბი ელიეზერი იყო ალბათ ერის წინამძღოლი, ხო? ერთი წამი ბოდიში. ხო. წერია ასე. დაუნაბანა, ბრძანეს ბრძანება, მასე რაბი ელიეზერ, შეგაზარშ შლოშ ესრე დაანიოთ ალაციბურ, ველო იარდუქ შამიმ. რაბი ელეზერმა არ მოდიოდა წვიმები, ვიც ერთ ისრაელში წვიმა არ არის ბუნებაში, ერთ ისრაელის წვიმა როცა მოდის ერთ ისრაელში, ეს არის ყოველთვის სასწაული, ხო? და დაადგინა რაბი ელეზერმა 13 თაანითი, ანუ დავუშვათ 13 დღე უნდა ემარხულა მთელ ჯამაათს, რომ მოსულიყო წვიმა, ხო? ანუ ხვდებოდნენ, რომ ცაში არიან ჩვენზე გაბრაზებულები, ხას უშალო და უნდა ემარხულათო წამოსულიყო წვიმები. ველოიარდუქ შამიმ და მიუხედავად იმისა, რომ იმარხულეს, არ მოვიდა წვიმა. ანუ 12 მარხვა გააკეთეს, არ მოვიდა წვიმა. ბეთანით ახრონა და მე-13 დღეს რომ ნახეს ხალხმა, რომ არ მოდიოდა წვიმები, ჰითხილუ ჰაციბურ ლაცეთ მიბეითა ქნესეთ. დაიწყეს ხალხმა იმედგაცრუებულებმა გასვლა ბეით ქნესეთიდან. ამარ ლაემ და უთხრა მათ რაბი ელეზერმა, ვექი თიკანთემ გვარიმ ლეაცმი. ხემ განა უკვე მოიმზადეთ საფლავები თქვენთვისო? ანუ რატო უთხრა ეს? თუ წყალი არ იქნება, ყველა დაიხოცებით. თუ ყველა დაიხოცებთ, ანუ თუ გადიხართ აქედან და არ აგზადებთ ლოცვას, ესე იგი გამზადეთ საფლავები და უკვე მიდიხართ საფლავებში, ხო? გაუკოლა ამ ბებეხი. ხალხმა ამ მომენტში ბრძენმა რო უთხრა სათქმელი რაც იყო სწორედ, ხალხმა დაიჭირა ეს და იქვე დაიწყეს ნაღდი ლოცვა, ხო, ცრემლებით და როგორც საჭიროა. ჰითხილუ ციბურ გაუზარდო, ხო, იარდუქ შამი და მოვიდა წვიმა. ანუ რა, ხალხს ხალხმა მოიხარა ქედი და დაიწყო ლოცვა, როგორც სალოცავი იყო, ეგრევე წამოვიდა წვიმები.
შუმა ასელი ברבי אליעזר, კიდე ერთი ისტორია რაბი אליעזერზე, שירד לפני התיבה, რომ დადგა სალოცავ ტევას, ხო, სადაც შალიახ ციბური დგას, ხო, ამის ლოცვა მიყავს, იქ დგას, ის დგას და ლოცვა, დადგა რაბი אליעזר დაიწყო ლოცვა, რომ მოსულიყო წვიმები. ואמר, და თქვა 24 ბრახოთ, და თქვა 24 ბერახა, რომელსაც იძახიან წვიმების რათა გამოიწვიოს წვიმების მოსვლა, ველონანა და არ უპასუხეს წინან. იარად რაბი აკივა ახარავ, რაბი აკივა მივიდა დადგა მის, ანუ რაბი ელეზერი გამოვიდა, ხო? ჩამოვიდა იმიდან, დავშოთ ამ სალოცავი ადგილიდან შალიახ ერის წინამძღოლის სალოცვაში. იარად რაბი აკივა ახარავ, საუბარი იარად რო წერიან, ჩავიდა ადრე ლოცულობდნენ ასე თელი ჯამაათი იდგა ზევიდან და შალიახ ციბური ჩადიოდა ქვევით. რატო არის თელი იმისა დაწერია, რომ სიღრმიდან შეგძახე გამჩენო. ანუ დავშოთ ვიზუალურადაც რა ყოფილიყო, რომ აკეთებდნენ ის დავშოთ დღეს, სადაც არ მომიხვდეთ ის სალოცავში შალიახ ციბური ზევით არის. სადრე პირიქით ხო ჩადიოდა ქვევით, ხო? ანუ აბიაკივა ეხა ჩავიდა ლოცველის ადგილას. რაბად ლიფნეატება, ვეამარ ავინუ მალქენუ და თქვა ავინუ მალქენუ მამაო მეფე ჩვენო ელანუ მელეხელათა ჩვენ არ ყავს მეფე არამედ მარტო შენ ავინუ მალქენუ ლემანახა რახემ ალენუ მამაო მეფე ჩვენო შენი სახელის გამო იმ ასე რომ ვთქვათ გამოიჩინე მოწყალება ჩვენს მიმართ უმიადი არდუ ვეარდუ ხშამი და იქ წამოვიდა წვიმა ანუ რა ეხა ბრძემა ჩვენ წიგში მოიყვანა რომ რაბი აკივა განსხვავ ძალიან თავდაბალი მოვიდა ეგრევე წვიმა აუმერანენეი რაბანან და იყო რომ დაიწყეს საუბარი ბრძენებმა რომ რაბი ელეზერი უფრო დაბალია თავისი დონით სიწმინდეში ვიდრე რაბი აკივა იასტა ბატკოლ გამოვიდა ბატკოლი ხო ბატკოლი დავშოთ დიდმა ხალხმა ალბათ იციან რაც არის წინასწარმეტყველების რაღაც დაბალი დონია ლომი პნეი შეზე გადოლ მიზე არ მოვიდა წვიმა იმიტომ რომ ერთი დიდია მეორეზე ელა შეზე მაავირ ალმიდოტაო არამედ მოვიდა წვიმა იმიტომ რომ ეს ანუ რაბი აკივა ასე რომ თქვა თავის თვისებებს ებრძვის ან რაღაც თვისება რო აქვს და უნდა რომ გააკეთო თავისი ანუ ადამიანს აქვს თავისი მე, ხო, თავისი მე რო კარნახობს ადამიანს გააკეთე ეს, თუ ეს ზუსტად ის არ არის, რაც გამჩესუნა, ანუ ებრძოლება თავის თავს. ვეზე ეინო მავირალმიდო თავ და მეორე, ანუ რაბი ელეზერი არ ებრძოლებაო. ხო? ანუ ბრძენები არის რამოდენიმე ახსნა და ერთ-ერთი ახსნა, რომელიც უფრო მოკლეა და ჩვენ რომელიც უფრო მოგვერგება არის ეს ტირა. რომ ვიცით რაბი აკივა იყო ბალჩუა, ხო? თეშუბას დაბრუნდა 40 წლის და დაიწყო თორის სწავლა ძალიან მაგრა, ხო? და პლუს იყო გერების შთამომავალი. იძახიან ბრძენები, რომ რაბი აკივას ბუნება იყო რომ დავუშვით მიწვები არ გაეკეთებინა. ანუ კი იყო უკვე დიდი ბრძენი იყო, ერის წინამძღოლი იყო, მაგრამ რადგან არ გაიზარდა ყველაფერს რაღაც ნაპერწკალი იმისა, რომ ყოველთვის ჭირდებოდა გამეფება თავის თვისებებზე დარჩენილი იყო და ყოველთვის რომ მოდიოდა რაღაც მიწვა რომ უნდა გაეკეთებინა, რაღაცა პატარა ყოველწლიურად სიგნალს რო არ გააკეთო ეს. და ყოველთვის გადადიოდა ასე რომ ვთქვით ამ წინაღობას, რომელიც უშლიდა ხელს გამჩენის სამსახურში და ემსახურებოდა გამჩენს. და ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ქვია ასეთ ადამიანს მაავირ მიდოთ. გადადიოდა თავის თვისებებზე, ანუ ებრძოლებოდა თავის თავს და ამით დამადლიანდა იმას, რომ მოვიდა წვიმა. და რაბი ელეზერი არ იყო ეს. რაბი ელეზერი დაბადებიდან და გაზრდილი იყო, დიდი ხალხის შთამომავალი იყო და არ ჭირდებოდა ეს ყველაფერი, ხო? ანუ ხედავთ, რომ ის ვინც თავის თავს ებრძოლება, ხო, დააკეთებს გამჩენს, ისეც გარკვეულწილად არის გარკვეულწილად თავდაბლობა, ხო? და ასეთი ადამიანის ლოცვას იღებენ შამაიმში. აგზელებს ძენი, ანა ზოხე ლეითხაკენ. თავდაბალი მადლიანდება იმას, რომ ბრძენდება. კი იხანა ლიფნეი ხახამი, უმიდაბეგ ბეავარაგლეიჰემ. რადგანაც იხრისო ქედს ბრძენების წინაშეო და ეწებება მათი ფეხის მტვერსვა. მაზე საუბარი, რომ სულ ფეხ და ფეხ დაყვება, რა თქმა უნდა, რომ მტვერში არ გორაობს, ხო? ანუ ფეხ და ფეხ დაყვება და თითქოს უკან რომ იყვება მათი ფიზიკური გაგებით რო წარმოვიდგინოთ, მათი ამტვერებული ბრძენების, ანუ
ასული მტვერი მათ ფეხიდან, ბრძანების ფეხიდან ასული მტვერი ეყრება მას. ვენაემარ დაწერია ჰოლეხ ედ ხახამიმ ეხკამ. ვინც დადის ბრძენებთან ერთად დაბრძენდებაო და იქ წერია გაგრძელებაში ამ ფასუქის და ის ვინც მწყემს ასულელებს ის რა თქმა უნდა რომ ბევრს კარგავს. ანავ მერახმინ ალა მინა შამაიმ. ასე ვინც არის თავდაბალი შამაიმიდან მასზე მეტი მოწყალება მოდის, როგორც ნათქვამია, უმოდევოზე ვიერუხამ. ის ვინც ეთანხმება და თავს ანებებს, ხო? მას იწყალებენ. რაზე საუბარი? ადამიანი იცის რომ იდენს რაღაცას, ხო? აკეთებს რაღაცას ცუდს, არ აკეთებს რაღაცას, იცის რომ იდენს წოდვას, ან მაინც წოდვა არ არის, რაღაცას აშავებს, ან არ აკეთებს ისე როგორც უნდა გააკეთოს, რომ ეთანხმება ამას და ანებებს, ანუ ასწორებს თავის აქციელს, არც ადამიანს პატიობენ, ხო? ანაო ბორეახ მინაგდულა, უმინაკავოდ, ხო? ის თავდაბალი გაურბის სიდიდეს, ასე რომ ვთქვათ და პატივს. ანუ არ უნდა რომ მასზე ილაპარაკო რომ დიდია, ხო? ანუ არ უნდა რომ ხალხის თვალში დიდი იყოს და პატივს რო აძლევენ არ სიამოვნებს. ანუ გაურბის ამ ყველაფერს, ხო? უბაზე თლუია ცნიუტი, და ამაზე დამოკიდებული ადამიანის ცნიუტი. ცნიუტი რა არის? ასე ვთქვათ, მორიდებულობა. ანუ ცნიუტი დავშო დღეს რომ ხალხს გონია რომ ცნიუტი არის დაკავშირებული მარტო ქალბატონთან, რომ ქალმა უნდა იაროს, ქალი უნდა იყოს ცანუა, ცანუა რა და ქალის ცნიუტში ყველაზე პირველი შემთხვევა რაც არის, ეს არის მისი ჩაცმა და მისი საქციელი, ხო? დავუშვათ რომ უნდა კონდეს თავი დაბურული, ეცვას მორიდებულად, რომ არის ტანის ასე ვთქვათ გარკვეული ნაწილები, რომელიც უნდა იყოს დაფარული, ხო, ტანის სამოსთან. მაგრამ მარტო ქალზე არ არის, ქალბატონზე არ არის საუბარი, ასევე დედრობით სქესზე არ არის საუბარი, ასევე მამაკაცებზეცაა. ხო, აქ საუბარი რომ ადამიანი უნდა იყოს მორიდებული. ყველა მის შიგნიდან რაც არის მორიდება, არის სიტუაციები, რომ ადამიანი გრძნობს, რომ ერიდება რაღაცის გაკეთება, ხო? უნდა ეცადოს ადამიანმა ყოველთვის ეს მორიდება გაადიდოს, გააბიოროს. დღეს დავუშვათ სამყარო ზუსტად საპირისპიროდ კარნახობს, ხო, ყველაფერს. მორიდებული ადამიანს ეძახიან კომპლექსიას, ხო? და ვინც არა მორიდებული, თითქოს ის ვიღაცაზე უფრო წინ დგას, არა? ეს სწორი არ არის, რადგანაც ადამიანი რომ მორიდებას კარგავს, ბოლო-ბოლო აკეთებს ყველაფერს, რაც კი თავში მოსდის, ხო? და ვიცით რომ ეს არ არის ჯანმრთელი მიდგომა ცხოვრების მიმართ და საერთოდ, ხო? ანავ სამეახ ბეხელკო შეხალაკ ლაკდოშ ბარუხუ ჰენ რა ჰენ მეათ თავდაბალი არის სამეახ ბეხელკო არის ბედნიერი იმით რაც აქვს, ხო? გახარებულია რაც აქვს, ბევრი აქვს, ცოტა ყველაფერი ბედნიერია, ხო? როგორც წერია დავუშვათ ჩვენ ბრძანები ბრძანებენ პირკე ავოჩი მეაშիր ვინა დიდარი სამეახ ბეხელკო ის ვინც არის ასე რომ ვთქვათ კმაყოფილი და ბედნიერი იმით რაც აქვს, ხო? შეიძლება ადამიანს ბევრი კონდეს, მაგრამ ბოლო-ბოლო სულ ის იყოს, რა ქვია, უკმაყოფილო, რადგანაც სულ არ ყოფილს, ხო? სულ უყურებს სხვას რა აქვს, თავისას არ უყურებს, ხო? როგორც წერია და ისევ ფასუქიდან მოყავს მტკიცებულობა, ტოვ მეა ატლაცადიკიმ, ხო? ცადიკს ურჩევნია ცოტა რაც აქვს, მაგრამ თავისია, ხო? twini არა გადართული იმისკენ, რომ სულ ბევრი კონდეს. უბაზე იშკოთ ლიბო მიტირდოთ ოლამაზე და ამით მოიცლებს ადამიანი რას? ამ ტვირთს, რომელსაც ცდილობს, რომ ეს სამყარო, ხო, ოლამაზე რასაც ქვია, რომ მოახვიოს ამ ადამიანს თავზე. ხო, რომ სულ ჩაფლული იყოს რაში, რომ ზდიოს დაუშვათ ზედმეტ და არასაჭირო ფუფუნებას, ხო, დაუშვათ აქვს ესე გაგებაა ბრძანებში, რომ ადამიანს რო აქვს 100, იქვე უნდა რომ 200 იქონდეს, ხო? 100-დან 200 გააკეთოს. ან დაუშვათ კიდე ბევრი რამ, ხო? რაღაც ადამიანი რო აღწევს ცხოვრებაში რაღაც გარკვეულ საფეხურს, დონეს ცხოვრებისა, უნდა რომ მე უფრო მაღლა იყოს. თუ ერთი წელი დაისვენა დაუშვათ რაღაც არც თუ ისე სახელგანთქმულ იმაზე რა ქვია, სახელგანთქმულ კურორტზე მეორე წელს უკვე უნდა რომ უფრო მაღალ დონეს დაისვენოს და ასე ბოლო არა აქ ამ ყველაფერს. ამას ქვია ეს არის ამ ქვეყნის ოლამაზეს თირდა. თირდა რას ნიშნავს? ანუ რომ თირდა არის ამ სამყაროს სიმძიმე, რომ ამძიმებს სამყარო ადამიანს თავისი ზედმეტი რაღაცებიდან, რატომ რომ მოწყვიტოს გამჩენის სამსახურს, ხო? უბაზე იშკოთ ლიბო მიტირდოთ ოლამაზე და ამით ჩამოცილდება ადამიანიც ქიმოთრაყოფილი თავისი მცირეოდენი რაც აქვს, ესეც კარგია.
ומתוך כך ליבו פנוי לתור בחוכמה, ובעבודת הקדוש ברוך הוא. דאמית רואה שמועצלס ამ ტვირს, რასაც ქვია რომ არს დიოს და მოდას და ეგეთ რაღაცებს, გული ექნება ასე ვთქვათ თავისუფალი იმისთვის, რათა მიიღოს სიბრძნე სამყაროში. როგორ დავშვით ისწავლოს თორა იეროს გაკვეთილებზე, ისწავლოს თვითონ და წავიდეს წინ ცხოვრებაში სიბრძნეში, ხო მიიღოს სიბრძნე თორისა თუ როგორ უნდა იყოს სწორი ხედვა ამ ცხოვრებისა და ყველაფერი დანარჩენი, ხო? Ეანავი ადინ כל אדם לכף זכות, ხო? თავდაბალი ადამიანი განსჯის ყველა ადამიანს როგორ ლეხევ ზღუდ. ხო? ანუ განსჯის ამართლებს ყოველთვის, ხო არა თუ ამტყუნებს, ხო? ის ვინც ამაყია ყოველთვის ამტყუნებს, ხში არარაობა. და თავდაბალი ადამიანი ცდილობს რომ ყველას უპოვოს რაღაც გასამართლებელი, რატო? რადგან ამაყი ყოველთვის ხედავს რომ იყოს ყველაზე მაღლა, ვიღაცა უნდა იყოს დაბლა, ხო? ამიტომ რა უნდა ქნას, უნდა დაადაბოს ვიღაცა რომ თვითონ გამორჩეს მაღლა და თავდაბალი ადამიანს ეს არ ჭირდება, ამიტომ შესაბამისად ამას არ აკეთებს, ხო? მაშალ კიშალუ ეხად მინა ხასიდი, იყო ესეთი ერთ-ერთი ადამიანი ხასიდი, ხასიდი ის არა, ესები არა, ხო? ხასიდი ადამიანი, რომელიც აკეთებდა იმაზე მეც, ვიდრე კანონს ჭირდებოდა და კანონი ითხოვდა, ანუ ძალიან მაღალი საფეხური გამჩენის სამსახურში, რომ ბემა ჰაიტა ზოხე להיות אדון לבני דורך, როლითი გახდა დამადლიანდი იმას, რომ თავშოთ შენი თაობის ხალხზე იყავი როგორც ბატონი, ანუ აბატონებდნენ ხალხი, არ თვითონ იბატონებდა თავს, ამ ხალხი თვითონ როგორც ძალიან დიდ ადამიანს და უპასუხა მიფნე შეკოლადა შერაითი ეგზაქტი იოტერტო მიმენი. ყველა ადამიანს ვისაც ხედავდიო, ყოველთვის ვადიდებდი ისე, რომ ჩემზე მეტად თვლიდიო და ეხლა ძახის როგორ იყო. იმა იახახამი იოტერ მიმენი, თუ იყო ჩემზე უფრო მეტი ბრძენი, ამართი გამჰუ იერე ელოჰიმ იოტერ მიმენი, მიფნე რო ხოხმათო. თუ იყო ჩემზე მეტი ჭკვიანიო, ვიძახდი რომ ამას ჩემზე მეტი გამჩენის შიშიც ეკნება, რატო? რადგან ჩემზე უფრო ჭკვიანია, ხო? ვეიმა იაკატან ხოხმა მიმენი და თუ იყო ჩემზე ნაკლებად ჭკვიანი ბრძენი თორაში, ამართი ვიძახდი, უშო გეგვიანი მეზით. ვეიმა იაკადო ბაიამ, ხო, რატო? რადგანაც თუ იყო ჩემზე ნაკლებად ბრძენიო, ვიზახდიო რომ სოდები რომელიც ამას აქვს, ამას არ აქვს შეგნებულად დაშვებული და მერასაც ცოდაო ყველაფერი შეგნებულად მაქვს. რატო? როცა ადამიანმა რაღაცა არ იცის, ეს მას არ აკეთებს ანუს, ანუ ონეს, ხო? არ აკეთებს მას, რომ რა ვქნა, არ ვიცი და ვნაპატიებ. არა, თუ შეგიძლია რომ იცოდე, უნდა ისწავლო. თუ არ ისწავლი, მაგაზე მოგეთხოვება, ხო? დაშვებული შეცდომა შესაბამისად მას პასი ექნება, ხო? ანუ რას იძახდა, რომ რადგანაც ნაკლები ცოდნა აქვს, მისი ცოდვები არ მოეთხოვა მას ისე როგორც მე. ვეიმა იაკატან ბოდიში, ვეიმა იაკადოლ ბიამი მიმენი, თუ იყო ჩემზე უფრო დიდი ასაკით, ანუ ჩემზე უფრო მოხუცებული, ვიძახდი ის ხუიოთა, რაბოთ მის ხუიოთაი. ვიძახდი რომ მისი ზეხუთი უფრო მეტია, ვიდრე ჩემი, უფრო მეტი მადლებია გაკეთებული, ვიდრე მე. ვეიმა ითი ზაკენ მიმენო, მაგრამ თუ მე ვიყავი მასზე უფრო ასაკით უფრო დიდი, ვიძახდი ავონოთა მუატი მე ავონოთაი. მისი ცოდვები უფრო ნაკლები ხდეს ჩემი, რატო ეს თუ 100 წლის ხო და ის 80 წლის ნაკლებია, ნაცხოვრებ და შესაბამისი ცოდვების ნაკლებია გაკეთებული. ვეიმაია კამონი ბეხოხმა უბეამი, მაგრამ თუ იყო ასაკითაც და სიბრძნითაც შემნაირიო, ვიძახდი ლიბოტო ელოჰიმ იოტერ მილიბი, მისი გული უფრო კაია გამჩენის სამსახურში, უფრო დიდი შემართებით და მონდომებით ემსახურება გამჩენს, ვიდრე მე ლეფიშიანი იოდეა აევეროთ შეასიტი ვეინი იოდეა, რადგანაც მე ვიცი რა ის ცოდვები რაც მე მაქვს ჩადენილი და არ ვიცი ცოდვები რაც მაგან გააკეთა. ანუ ყველაფერში ცდილობდა ეპოვა რაღაცა რაშიც გაამართლებდა მეორეს და დააყენებდა თავისზე მაღლა, ხო? ვეიმაია აშირ მიმენი და თუ იყო ჩემზე უფრო მეტად მდიდარიო, აქ უკვე ბრძენი ასე რომ თქვა, გვასწავლის როგორ უნდა იყოს ადამიანი მდიდარი, ხო? ამართი ვიძახდი შეუ ოსეც და კოტი ტერმინი. ან ჩემზე მეც ცედაკას აკეთებს. თუ მეტი ფული აქვს, ჩემზე შესაბამისად მეც ცედაკასაც იძლევა და შეიძლება ითქვას მეორე მხრივ, რომ ცედაკითაც ხდება უფრო რაც უფრო მეტი ცედაკა აქვს მიცემული, ამით უფრო მეტად მდიდარი გახდაო. ვეიმაია დალ მიმენი, მაგრამ თუ იყო ჩემზე დალ
შეიძლება ითქვას მდაბალი, ხო? ანუ მაინც და მაინც ვერ იყო მაღალ დონეზე. ამარტი კი ჰუ დაკავე შაფალ რუახ იოტერ მიმენი. ვიდრე რომ ჩემზე მეტად უფრო თავდაბალი და შეგუებული, ხო, სმირიონი, როგორც იძახიან რუსულად, ქართულად არ ვიცით. ანუ თავდაბლობა ესეც, ხო? ანუ ადამიანი შეგუებულია რაც მოდის მასზე უფრო ადვილად იღებს და ნაკლები სიბობოქრია გამჩენის სამსახურში. ვეუ ტოვ მიმენი და ჩემზე უფრო კარგია. ხედავ თუ რამდენი რამ ჩამოთვალა ბრძენ, მარითი ამართლებდა სხვებს. უმე ელვატა ამიმ ჰაითი მეხაბედ ბნეი ადამ ვეჰაითი ნიხნა ლიფნეიჰემ და აი ამ მიზეზებით რაც ჩამოთვალა, თაკეთს ვიხდიდი ხალხის წინაშე და პატივს ცემდი მათო. ანუ რა გამოდის, რომ ის ვინც ანუ რა, კითხვა რა იყო, რა შეეგებინო ამ ბრძენს, რომ რითი შეძელი ის, რომ მთელი თაობა შენ თავის თავზე გაყენებდა როგორც იმასო, ხო, რა ქვია, როგორც ბატონსო. ხედავთ, რომ პილკევოჩი პირდაპირ წერია, ხო, მიხუბად, მიშე მეხაბედეთ ახერიმ, ხო, ვინა პატივცემული, ვინც პატივცემს სხვებს. ანუ რადგანაც ყველა ადამიანს პატივცემდა და ცდილობდა, რომ თავისზე მეტი გაეკეთებინა თავის თვალში, ხო, ეხურებინა ისე, რომ ეს ჩემზე მეტია ეს ადამიანი, ამით ყველა მოხდა ისე, რომ თაობამ დაიყენა როგორც ბატონი თავის თავზე, ხო? კარგი, გავაგრძელებ. მომეჰე ანა ნიშკახი ადამიანი, რომელიც არის თავდაბალი, მისი გაკეთებული ცოდვები და არასწორი საქციელი მიეცემა დავიწყებას. რატო? მეხამა შეაოლა ამ როცი ბიხოდ, რადგან თელ სამყაროს უდარო იყოს ეს ადამიანი მეხუბად, ანუ პატივცემული. რატო? ხალხი ხედავს, რომ ეს ადამიანი თავისგან არ აკეთებს კერებს, ხო? ანუ თავის თავს ამდაბლებს. რაც არ უნდა მოხდეს, ხალხი ანუ არ ეძებს მიზეს, რომ გაამტყუროს. რადგან ხედავ თავდაბალია, თავის თავს არაფრად არ ასე ვთქვით თulis, ხალხი პატიობს ყველაფერს, მაგრამ ის პირიქით ვინც ავის იძახის დავშოთ ცხვირს წევს მაღლა და ხეხეჩობს, პატარა შეცდომაზე ხალხს ყოველთვის ეს გამზადებული აქვს. თუ რამეა ეგრევე ახალია სახეში, რომ აგერ გახსოვს ეს ტეზდა რომ გააკეთე. ვეგამ ოზრაუბრაბიმ და ასევე ბევრი ეხმარება მას, ხო? გამჩენის სამსახურში, ფიზიკურად, მატერიალურად, სულიერადაც, ხო? მაშალ და მოყავს ერთ-ერთი ესეთი მაშალა ისტორია. ამრუ ალავ ალეხად მინა მელახი. იყო ერთ-ერთი მეფე, რომელზეც თქვეს შეაიუშო ხვიმ ბალაილა ანაშიმ ჰარბე. როდესაც დავშოთ იყო სასახლეში ყავდა ბევრი სტუმრები და მიდიოდნენ ეს ხალხი ყველა დასაწინებლად ვეკამ ჰუ ბეაცმო ვეთიკენ ანერ შელოიხაბე და ხედავდა ეს მეფე რომ დავშოთ შეიძლებოდა სანთელი რომელიც ენტო დავშოთ კორიდორში სადაც ხალხი იყენებდა ეს სანთელი შეიძლება ჩამქრალიყო დგებოდა მეფე თვითონ ანთებდა ასწორებდა სანთელს რა ჩამქრალიყო ამრულო უთხრეს მას ლამალოცივიტანი რატო არ გითხარიჩო დავშოთ მოსამსახურეებმა დავშოთ ქვეშევრდომებმა ხო ოჯახის წევრებმა რატო არ მითხრე ამარლაჰე მელეხ კამტი მელეხ შავთი ეუნებოდა როგორც მეფე თავდექი და გავასწორე ეს სანთელი და უკვე უნდა წავედი დასაწინებლად მეფე დავბრუნდი ანუ ეს ხედავთ თავდაბლობა ხო დიდი რამა მეფე შეუძლია ერთი დაიყვიროს და მთელი სამეფო ფეცად დაახოს მაგრამ იცოდა რომ თვითონ მეფე იყო და იცოდა რომ რაღაც არ უნდა გაეკეთებინა სწორი საქციელი იყო ეს მის სიდიდეს არ დააკნინებდა მიდიოდა და აკეთებდა და თქვენს ვეამრუ და ბრძანეს ქოლმა ალა მიტკანიბო ხუც მიჰანავა რომ ხალხში მეფეზე აღარ არის საუბარი ხო ხალხში და ხალხი მეორე ადამიანში სხვაში ხო და ადამიანის თვალში მეორე ადამიანს შეიძლება ყველა თვისებაში შურდეს მისი გარდა ერთი თვისებისა რაც არის რა თავდაბლობა რატო ვის თავდაბალია როგორ უყურებს ხალხი დღეს თავდაბალი საწყალი უბედურია შეხედე რა ხო როგორც ლაპარაკობენ ხო რას გავს მისი ცხოვრება რა არის ეს ყველა წინ თავი აქვს ჩახრილი ყველა თავში ურტყავს ყველასთვის ასე რა ვთქვათ ისა დაბალი ღობია ხო სინამდვილეში ეს ადამიანი გამჩენის თვალში დიდი ადამიანია რა ხეხეჩია და მოვდიდებულია და ყველასგან პატივს მოითხოვდა სულ კმაყოფილოა იმიტომ რომ პატივი არა ის რა არის ბოლო ხალხის თვალში დაბალია და პატარა და გამჩენის თვალში ხო ვეამრუ მიშეჰუ ნივზა ბენე აცმო და თქვენს ბრძანება ის ვინც არის თავის თვალში არარაობა ანუ თავის რო ფიქრდება ადამიანი რა ვარ მე
ნიძახის რომ მე არ რაობა ვარ, ხო? გადოლ ბენე ახერი. დიდია სხვების თვალში, ხო? აქ ერთი მომენტია, რომ რასაც ვსწავლობ ადამიანმა რომ დააკეთოს ეს იმიტომ რომ სხვის თვალში დიდი გამოჩნდეს, სწორედ გამო არა, რომ არის ადამიანი, ვინც დაძდევს ქავოდს და ქავოდი გაურბის მას, ხო? არის ადამიანი, ვინც გაურბის ქავოდს და ქავოდი მას მისდევს, ხო? ანუ არის ვინც პატივს დაძდევს, პატივი ქონდეს და პატივი მისგან გარბის, არის ადამიანი, ვინც გაურბის პატივს და პატივი მაინც მას დაძდევს და ბოლო-ბოლო იჭერს და აძლევს. ანუ ადამიანმა უნდა აკეთოს რასაც ვსწავლობთ ყოველთვის იმიტომ, რომ ესაა ჭეშმარიტი სახე ადამიანის, ხო? თორეში არ წერია პირდაპირ ადამიანი უნდა იყოს თავდაბალი. ხედავთ ქებას თავდაბალისაც წერია მოშეთ ყველა თავდაბალი ყველა ადამიანზე მეტად, ხო? აქედან ხედავთ რომ გამჩენა თუ აღნიშნა ეს ფაქტი ძალიან დიდი რამ არის, ხო? ხედავთ რომ მოშე რაბინოს გამჩენი პირდაპირ ლაპარაკებოდა, ხო? მაგრამ მეორე ეს ხო ჭეშმარიტი სამსახური მოშესი რომ არაკეთებდა იმიტომ რომ ყოფილიყო ვიღაცაზე მეტი ან გამჩენთან ვიღაცაზე უფრო მეტად არ გაკეთებდა რომ რეალური სახე ადამიანის რასაც ქვია ბენ ადამიანი ეს არის მისი გამოსწორებული თვისებები. ადამიანს რომელსაც აქვს ძალიან ცუდი თვისებები, ხო, არ არის აუცილებელი რელიგიური თვალით ხურება, ხალხი ადარებს მას სხვადასხვა ცხოველებს, ხო? ზოგი მაიმუნს, ზოგი ძაღლს, ბოდიში თამის, მაგრამ ეს რეალობაა, ხო? ანუ არ ტოვებს ადამიანის შთაბეჭდილებას, ხო? ახ מה שצריך להרחיק מידה זאת, ხა ბრძენი ძახის რო სად უნდა გაიქცეს ადამიანი ამ თვისებას, რასაც ქვია თავდაბლობა, ანუ არ არის კარგი იყო ყველგან თავდაბალი. שלא יהיה עניו ונכנע לפני רשעים, ხო? დაგჭო 7 წუთი შევეცდები რომ მოვასწრო ეს პატარა მონაკვეთი, რომ არ უნდა იყოს ადამიანი თავდაბალი რაშაიმების წინ, ხო? ანუ ისინი ვის გამჩენს აბრაზებენ, მათ წინაშე ადამიანი არ უნდა იყოს თავდაბალი. ველზე ამარაკა თუ გამოვტოვებას ვეიმიეშ יכולת בידו, ანუ რა უნდა გააკეთოს თუ აქ ადამიანს საშუალება ინკომ מן הרשעים לכבוד השם, ხო? უნდა იძიოს შური რაშაიმებზე, ხო? ანუ სოდის ჩამდენებზე, შეგნებულად ვინც აკეთოს, რომ ადამიანი გამჩენი გააბრაზოს, ხო? მათზე უნდა იძიოს შური. ერთი მხრივ ვიცით, რომ აგერ შურის ძიება ცუდი თვისებაა, ხო? თორეში პირდაპირ წერია არის ძიო შური და არატარა ბოხმარგულში. მაშინ როგორ მეუნები რომ აქ გააკეთებ, ხედავთ რომ არის სადაც ამ თვისება, სადაც არის კარგი, არის იგივე თვისება, სადაც იქნება ცოდვა. არის სადღაც ეს თვისება არის სადღაც მადლი, არის ეს თვისება შეიძლება სხვაგან იყოს ცოდვა, ხო? ანუ რა თუ ადამიანი ხედავს რომ გამჩენის სახელი იბღალება, ასეთ ადგილას უნდა რა უნდა გააკეთოს, უნდა იძიოს შური ამ ბოროტ მოქმედებზე, ხო? ბოროტ მოქმედებზე, ხო? როგორ იმ შემთხვევაში თუ აქვს საშუალება. ვიხაზეკ თოხახათო ნეგდამ, გააძლიეროს შენიშვნები და ასე რომ ვთქვათ, მიზანმიმართული ნათქვამები ამ ხალხის მიმართ, ვიამოთ ალეიჰემ კარი ნოჰემ ლეაციլ ნიგზალ მიად ჰაგოზელ და წამოდგეს ამ წინაში როგორც ლომი რათა გადაარჩინოს გაქურდული ქურდის ხელიდან, ხო? ვეიორებნე ადამ აბოდათ აკედოშ ბარუხუ, ხო, და ასწავლოს მიუთითოს ხალხს გამჩენის სამსახურისკენ, ვეოხიხემ ბეხოლ ქოხო ქეფი ხოხმათო და უნდა მოუწოდოს ამისკენ მთელი თავის ძალით რა სიბრძნეს გააჩნია, ბათხილა ბენახა თავიდან უნდა გააკეთოს წყნარად, ვეიმლო იოილ იახლიმემ და თუ ხედავს რომ წყნარი საუბარი და ადამიანური მიდგომა არ შველის შეუძლია შეარწმუნოს კიდეც, ხო? რამბამს ალახაში პირდაპირ უწერია, რომ თუ ადამიანი ხალხის წინაშე შეგნებულად გადადის გამჩენის ნებას, შეიძლება რომ იმას შეურაცხყოფა მიაყენონ. ამ შეურაცხყოფა არ გინდა, შენიშვნა მისცენ, ხო? ესეც გარკვეულწილად ადამიანის შეურაცხყოფის ფასია, როდესაც დავშოთ ციბურში, ხალხში ეუბნებიან რას აკეთებ, არ შეიძლება ამის გაკეთება. თავიდან უთხრან წყნარად, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, თუ არ გადის, შეუძლია რომ უთხრან კიდევ, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, ეს ყველაფერი იქ სადაც შეისმენენ. არის კატეგორია ხალხის, სადაც არ შეისმენენ, მაგრამ ყველგან არის ის, რის გაკეთება შეიძლება. ვიცავე ალჰატო ვეზირა მინარა ბეფიუ ბილშონო კეფი ხოხმათო, ხო? ანუ მოუწოდოს სიკეთისკენ და გააფრთხილოს რომ უთხრეს აუხსნას რომ რასაც აკეთებს ეს ცუდია, ხო? და ყველას უნდა უბილშონო კეფი ხოხმათო
საუბრით როგორც მაქსიმალური სიბრძნით რაც გააჩნია ამ ადამიანს, ხო? ვეიმაჰერ ლაკახათ დინეი ელოჰიმ მიმი შეხაიავ ბაჰემ. ველო იხანა ველო იშაფელ ბაზე, ხო? და უნდა შეიყვანოს ყველაზე, უნდა ასე ვთქვათ, მოუწოდოს ყველას რომ გამჩენის ასე ვთქვათ, პატივის გამო მოიტანოს ასე ვთქვათ, გამჩენის ვეიმაჰერ ლაკახათ დინეი ელოჰიმ, რომ აიღოს თავის ხელში დინი, ხო? რომ მოუწოდოს ხალხს სწორი საქციელისკენ და არ მოიხაროს ქედი რაშაიმების წინაშე. ანუ ხედავთ, რომ თავდაბლობა მის წინაშე, ვისაც არ ეკუთვნის, რომ თავქედი მოიხარო მის წინაშე, ანუ ეს არის ცუდი თვისა, მაგრამ ყოველთვის ცოტა უნდა დაფიქრება, ვის წინაშე კი უნდა მოვიხაროთ ქედი და ვის წინაშე არ უნდა მოვიხაროთ ქედი, ხო? მაგალითად, აქ ახსენა, რომ ადამიანი უნდა წამოდგეს რაშაიმების წინააღმდეგ, როგორც ლომია, ხო? ვინც იცის დავშოთ ხაზონიში, დიდი ბრძენი იყო, ხო? დავშოთ იმდენად სუსტი იყო ფიზიკურად, რომ ბოლო პერიოდში თავის ცხოვრებისა თითქმის უჭირდა სიარული, თითქმის ანიჭდა ან წამოწოლილი იყო, ხო? ალბათ ყოფილი ადამიანი იყო ფიზიკურად, ხო? და როდესაც საქმე ეხებოდა რელიგიას ან დავუშვათ სხვადასხვა თემებს რელიგიაში, ხო? იყო როგორც ლომი. დავუშვათ ხალხს არ ჯეროდა, რომ როდესაც და ბენ-გურიონი მივიდა მის სახლში, ნახა თუ რაღაც პატარა დანგრეული ოთახიდან, ბუნებრაკიდან გამხდარი, ასე ვთქვათ, ფიზიკურად სუსტი ადამიანი აუმბობდა მთელ ამ სტრუქტურას, რომელიც ცდილობდა რომ დაენგრია ბოლომდე რელიგიური სამყარო, ხო? და როდესაც რამინდა ვთქვა ამით რომ ანუ ადამიანს არ არის აუცილებელი რომ იყოს მილიარდერი და არ არის აუცილებელი იყოს ის რა ქვია მისტერ ოლიმპია კულტურიზმში, რათა უსამართლობის და გამჩენის სამსახურის შეურაცხყოფის წინაშე წამოდგეს და რაღაცა თქვას. ადამიანს ყოველთვის არის ძალა რაღაც გააკეთოს და როცა აკეთებს ლეშემ შამაიმ წამოდგება და გააკეთოს. ესე აკეთებდა ხაზონიში, ხო? ადამიანს რომელსაც უჭირდა სიარული, როდესაც რაღაცა ეხებოდა გამჩენის სახელის შერწყმას, ბრძოლობდა ბოლომდე და ასე რომ ვთქვათ, ვერაფერი ვერ აჩერებდა მას, ხო? კარგი, და გავჩერდები, შავუატო, გამჩენის სწავლულთან შაბათს იქნება როშ ხოდეში, მიშენიხნას ადარ, მაგრამ ბესიმხა გამჩემაქნას ისე რომ შამაიმიდან მოვიდეს, ასე რომ ვთქვათ, მოდიდებული და გადიდებული და გაბევრებული სიმხა, დამთავრდეს ეს ასე რომ ვთქვათ, ეს კორონას, დამთავრდეს ეს გალუთიც, გამჩენის წყალობით რომ მოვადიდოთ გამჩენის სახელი, გავაკეთოთ მიცვები, რომ შეხინა დაბრუნდეს გალუთიდან, ყველაფერი რაც კი მოდის უბედურება ჩვენზე, ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ წოდების გამოა და იმის გამოა, რომ შეხინა არის გალუთში, უნდა ვილოცოთ, რომ შეხინა გამჩენა დააბრუნოს გალუთიდან, რომ გამჩენის სახელი იყოს მთელი, გამჩენის წყალობით იქნებ ხვალე შევხვდეთ აშენებელ ბეთანეთში. შევუატო, ხოდეშტო, სიკეთე და კაი ამბები იყოს ეგრევე.